რა თანხას გამოვიმუშავებ როგორც ფოტოგრაფი? ეს კითხვა ხშირად უჩნდებათ ხოლმე მით უმეტეს უფროს თაობას, ვისაც გონია რომ კაპიკებზე მუშაობს ფოტოგრაფები, ეს არ არის, ვისაც რიცხვები გაინტერესებთ საუბარია 3000 ლარიდან 15000 ლარამდე თვიურ შემოსავალზე, მაგრამ რატომ გვაქვს ამ ხელისუფლება, ახლა გავიაროთ. ფოტოგრაფის გამომუშავება არასტაბილურია და დამოკიდებულია სეზონზე. ამისთვის ნებისმიერი მზად უნდა იყოს, ვინც გადაწყვეტს ამ მიმართულებით სრულ განაკვეთზე მუშაობას. კი კონკურენცია დიდია, კი რეკლამის საფასურის გაზრდილია, კი უნდა იყო გამორჩეული თუ გინდა რომ გქონდეს ბევრი შეკვეთა. ჩემთვის პანდემიამ მოახდინა დიდი გარდატეხა და 3 წლის წინ დავიწყე სრულიად ახალი მიდგომა. წამოვიწყე გარე ექსპრეს ფოტოსესიები, რამაც სეზონური კრიზისი ფაქტიურად გამიქარტყა. შევქმენი სტანდარტი გადაღება დამუშავება ჩაბარების, რასაც დღემდე ვიცავ დისციპლინირებულად. რამდენად უხერხულიც იყო თავიდან ფასებზე ხმამაღლა ლაპარაკი, 10 ჯერ შედეგიანი აღმოჩნდა ეს, იმიტომ რომ ხალხს მაშინ უკვე აღიზიანებდა ფასის გასაგებად პირად შემოწერა. და ამ ნაბიჯმა ნდობაც მეტი გამოიწვია ჩემდამი. თუნდაც იმაში, რომ ორ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ფასად არ გავუკეთებდი საქმეს. არადა წლები გადის და უმეტესობა დღემდე ასე ურთიერთობს მომხმარებლებთან. ალბათ მაგიტომაც არიან მესიჯებით და რეკლამით უკმაყოფილოები. ამ საქმიანობაში იმდენი ფასის კატეგორიაა და იმდენი სხვადასხვა მომხმარებელი, რომ ყველას რომ დაეწყო მოწერა ჩემთვის ფასის გასაგებად, ალბათ გავგიჟდებოდი. ყველაფრის და მიუხედავად, მაინც დღემდე ამ მსგავსი მესიჯები, ფასი რომ მაინტერესებთ არა და მაგით იწყება ყველა ვიდეო. 90 ლარად ვატარებდი, მაშინ 45 წუთიან სესიას და პერიოდულად ვზრდიდი ტარიფს 30 ლარით. შესაბამისად ღირდა შემდეგ 120 ლარი ეს სესია და შემდეგ 150 და ამავე გეგმას მივყვები დღესაც. მომავალში გახდება 180, 200, 240 და სავარაუდოდ 300 ლარამდე უპრობლემოდ შევძლებ ამ სესიების ტარიფის გაზრდას. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მომხმარებლის შემცირების ხარჯზე. ამიტომ ფასის ზრდის ნელი ტემპი გამომდგარია, იმიტომ რომ ეს მიმდინარეობა ყველაზე კომფორტულია ჩემთვის. ნაცნობ ლოკაციაზე ორბელიანზე მაგალითად 45 წუთში ვატარებ ისეთ მრავალფეროვან სესიას, 9 საათში გამერბის ხოლმე ხალხი, ამდენი ფოტო აღარ გვინდაო იძახიან. ამიტომ რაც უფრო კომფორტული და ნაკლებ სტრესულია სამუშაო, მით იაფად მიღებს მსგავსი სესიების ჩატარება. თუმცა ვატარებ ბევრ სესიას. კონკრეტული რეკლამა თუ გაშვებული მაქვს, ყველაზე არასეზონურ თვეებშიც კი 20-30 სესია მაქვს მინიმუმ. მომხმარებლებთან ლოკაციაზე მისვლა რა თქმა უნდა განსხვავებული ტარიფია. დროც 3 იმდენი იხარჯება და სტრესიც მეტია. შენ შემთხვევაში პერსონების რაოდენობასაც ვერ გავთვლი წინასწარ იქ. ამიტომ მსგავსი სესიები ჩემთან 250 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია ადგილზე, დროზე და პერსონების რაოდენობაზე. პარალელურად ინიშნება სტუდიური სესიები 330 ლარიდან. აქ სტუდიის ქირის ფასსაც ვიხდით პლუს. თუმცა სიმართლე გითხრათ, ყველაზე უხერხული ჩემთვის სტუდიური სესიები გამოდგა. ზუსტად ამ სამი მხარის დაკავშირებით და ქართველური დაგვიანებების გამო ყველაზე მეტი უხერხულობა სტუდიაში იქნება ხოლმე. იმიტომ რომ სტუდია დროს ვერ გვიმატებს და ქართველებს კი ყოველთვის იმაზე მეტის მიღება გსურს, ვიდრე მიმსახურებთ. და ბრაზდებიან დროს რომ ვეღარ ვუმატებთ მერე. ასევე ვიღებ ნათლობებს, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა არანაკლებ საპასუხისმგებლო და ამის ტარიფებით 330 ლარიდან იწყება. მოვიდით ქორწილთან. მე უკუმა დავიწყე თავის დროზე პირველი ქორწილებს ვიღებდი და ამის შემდეგ ნებისმიერი სხვა სესია მზეს უმზირასავით გეჩვენება. ქორწილის ტარიფად 1700 ლარი მიდევს დღესდღეობით, რამაც ჩემს ირგვლივ ბევრი მithქმა-მოთქმა განაპირობა. თუმცა ყველაზე კომფორტულად ამ ტარიფში ვმუშაობ. მომხმარებლებიც მეტად მენდობიან. ზოგს გაუჩნდა კითხვა, თუ 150 ლარად ვიღებ გარე სესიებს, ქორწილს რატომ აქვს ამხელა ტარიფიო? ამ საკითხზე ცალკე ვიდეოს ჩაწერასაც ვაპირებ. მარტივი პასუხი ასეთია. ექსპრესი არის ჩემი ყველაზე იაფი შეთავაზება, სადაც ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და გატესტოს, ნახოს საკუთარი თავი უმაღლესი ხარისხის აპარატისა და ლინზის წინ. ამიტომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, სანამ ამ ტარიფში არის დაჯოშნა შესაძლებელი. სულ ვებრძვი ჩემს თავს, რომ მეტად არ გავზარდო, მაგრამ მალე მოუწევს. მოკლედ, სულ რომ თვის მანძილზე სხვა სახის სესიები არ იყოს, საშუალოდ გარე ფოტოსესიებით 3000 ლარამდე გამომდის. რა თქმა უნდა, ხარჯი რეკლამაშიც მაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვაკონტროლებ ბიუჯეტს, რომ არ გამექცეს. ესეც ერთგვარი გამოწვევაა. მხოლოდ ფასიან რეკლამებით და ამხელა აგრესიული მარკეტინგითაც კი მაინც ვერ გავიდოდი ფონს, რომ არა ორგანული ნახვები. მე ყოველდღე ვტვირთავ ჩემს სოციალურ გვერდებზე რილსებს, რასაც დღესდღეობით ყოველდღიურად 4-5 ორგანული ნახვა აქვს. რეკლამის საბაზისო ცოდნასაც ჩემს ექსპრეს მასტერ კურსში ვაზიარებ. დიახ, პარალელურად დავიწყე კურსების კეთებას და ამ ეტაპზე მაქვს ორი შეთავაზება: მასტერ და პროკურსები. მასტერ კურსი გავაკეთე გარე ექსპრეს სესიების სასწავლად და მოიცავს ერთკვირიან კურს მარათონს ჩემი მენტორობით. უკვე ჩაწერილი პოდკასტებით ტელეგრამის დახურულ არხზე, სადაც ვაზიარებ ყველა იმ საიდუმლოს იმ საკითხებზე, რაც ჩამოთვალე უკვე დღეს და რაც დამიგროვდა 1000-ზე მეტი სესიის ჩატარების შემდეგ. კურსის ბოლოს გვაქვს ერთი პრაქტიკული გასვლა მოდელთან ერთად, რომლითაც ფასობს ზუსტად ეს მარათონი და ჯდება მხოლოდ 150 ლარი. პროკურსად კი ვედინგ პროკურსი შევქმენი, რომელიც პირველია თავის მხრივ საქართველოში და ეს კურსი ორი თვე გრძელდება. მოცემულია უზარმაზარი არქივი პირდაპირ ჩემი მხარზე დამაგრებული GoPro-დან გადაღებული კადრებით, თავისი კომენტირებით. 4 შეხვედრა, პირადი მენტორობა და რაც თავარია პრაქტიკის მიღება რეალურ ქორწილში. ამ შესაძლებლობისთვის და ნორმალური პორტფოლიოს შესაქმნელად მე წლები და
დამჭირდა. ამიტომ, რასაც მე ვისწავლდი დიდი სიამოვნებით, მაშინ იმას ვასწავლი დღეს ჩემს კურსანტებს. ეს კურსი 980 ლარი ჯდება და რაოდენობა კურსანტების შეზღუდულია. დამოკიდებულია ჩემს თავისუფალ დროზე და გადასაღები ქორწილების რაოდენობაზე. მოკლედ, თუ აქამდე მომყევი და დაინტერესებული ხარ ამ ყველაფრით, პირველ რიგში გირჩევ, რომ ექსპრეს მასტერ კურსი გაიარო, რომელიც საკმაოდ ხშირად ტარდება. გავიცნობთ ერთმანეთს, ნახავ კიდევაც რა სახით ტარდება სწავლება და Wedding Pro კურსის გავლის შემთხვევაში ეს 150 ლარი გამოაკლდება შემდეგ ამის საფასურს. სხვა სახის მასტერ და პრო კურსებიც მექნება სამომავლოდ, რაზეც იქნება მოთხოვნა იქიდან გამომდინარე. თქვენ კი გამიზიარეთ, რისი სწავლა იქნებოდა თქვენთვის ყველაზე საინტერესო. მოკლედ, ჩემი დღევანდელი რეალობა ასეთია. ამ შემოსავალით ვიხდი იპოთეკას, ვცხოვრობ, ვანახლებ ტექნიკას. ახლა მომავალში ვაპირებ დავიწყო ფილმზე მუშაობაც. ვმუშაობ მაშინ, როდესაც მსურს, მასთან ვისთანაც მსურს და იმდენს, რამდენიც მსურს. პარალელურად ვარ დაკავებული ფიტნესით, დასვენებით, ოჯახთან ურთიერთობით. მე ვაკონტროლებ, რამდენი რეკლამა გავუშვა და რამდენი სესია გადავიღო. ასე რომ მე ვაკონტროლებ, რამდენი მექნება შემოსავალიც. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი გამოწერა. ეს ნამდვილად ბევრს ნიშნავს. მომავალ შეხვედრამდე.